8 მია და 2 წლის ნიტა მშივრები არიან და გულსაკლავად ტირიან. უცროს რომ როგორმე ყურადღება გადაატანინოს, დედა მას სარიელ ბოთლს აძლევს. მია წოვს, შემდეგ კი ხვდება რომ რძე არ არის და უფრო ხმამაღლა ტირის. ბავშვებს არ საჭმელი აქვთ და არც პამპერსები. მიასთვის საჭირო ხელოვნური კვება 69 ლარი იღებს. ოჯახს ამდენი ფული უბრალოდ არ აქვს. მათი დედა ეთერი მეუღლეს გაშორდა და ბავშვებს მარტო ზრდის. მამას კი ისინი საერთოდ არ ახსენდება. ხალხს ახლა მუშაობა არ შეუძლია. ბავშვები ძალიან პატარები არიან და დამტოვებელიც არ ჰყავს. პროდუქტების ყიდვა ვალით უწევთ. შეშაელებათ და ბავშვები სიცივისგან კანკარებენ. მიასა და ნიტას გამოსაკვებად მათი ბიძა ჯუმბერი ყოველ დღე ჯარს ეცებს და მძიმე რკინა ზურგით მიაქვს, რომ ცოტა ფული მაინც იშოვოს და დიშვილებისთვის საკვები იყიდოს. ჩამდროებული ფანჯრებიდან ქარი უბერავს, სახურავი შონავს, კედლები სკდება. ველგან ნესტია, მათი სახლი ინგრევა. სახურავი ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოიშალოს. არც აპირფარე შუ აქვთ და არც აბაზანა. პატარებს ოთახის შუაგულში აბანავებენ. იქვე 74 წლის ბაბუა აბელიძევს, რომელიც ლოგინად არის შავარდნილი. მას მენა საერთოდ არ აქვს და თითქმის არ დგება საწოლიდან. ცრემლმორეული იხვეწება. სანამ ცოცხალი ვარ, გადაარჩინეთ ჩემი შვილიშვილები. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.